შესანიშნავი ანალოგია გლიკემიური ინდექსის გასაგებად. ვინც არ იცით, გლიკემიური ინდექსი არის საზომი, რისი დახმარებითაც ვიგებთ, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის საკვები სისხლში შაქრის დონეზე. წარმოიდგინე რა ხდება, როდესაც წვიმს ნელა და ეს წვიმის წვეთები საშუალებას აძლევს ბაღს ან მოსავალს უკეთ გამოიყენოს წვიმის წყალი, რათა წყლის დონემ არ მოიმატოს და წყალდიდობა არ მოხდეს. იგივე რაღაც ხდება დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებისას. შაქარი ეტაპობრივად გადამუშავდება და შეიწოვება ორგანიზმში. რაც იწვევს სისხლში შაქრის თანდათანობით მომატებას, ამ დროს კი ორგანიზმს შეუძლია მისი უკეთ გამოყენება. და პირიქით, როდესაც ძალიან ძლიერი წვიმაა, ხდება წყალდიდობები. ამ დროს კი წყლის უდიდესი ნაწილი იკარგება და ჩაედინება კანალიზაციაში. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებისას, შენი ორგანიზმი სწრაფად იწოვს მას. რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის სწრაფად მომატებას, ამ დროს კი შენს პანკრეასს მოუწევს დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავება. თუ გსურს დაიკლო წონაში ჯანსაღად და შეისწავლოს სწორი კვების პრინციპები, ამისთვის უნდა შემოგვიერთდე წონის კლების 21 დღიან მარათონზე. იჩქარე, რადგან ამ მარათონზე დღეს 22 საათამდე მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება. დაწერე კომენტარებში სიტყვა მარათონი და გამოგიგზავნი დეტალებს. თუ TikTok-ზე უყურებ ამ ვიდეოს, აუცილებლად გადადი პროფილზე მიმაგრებულ ლინკზე და გაიარე რეგისტრაცია.